გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჭო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა. მოგლეთ, მივესალმები მეტი მოტივაციის მაყურებელს და ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ ჯეტური T1, რომელიც იქნება მეტი მოტივაციის სტუმარი და რა თქმა უნდა ავარჩიო აქედან ერთი ავტომობილი, რომელიც გავიყვანოთ დრაივზე, შევამოწმოთ, ნახოთ რა ძალებს წარმოადგენს, როგორი ავტომობილია და ასე შემდეგ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ავტომობილები საქართველოში დღეს არც ერთ სალონში არ დგას, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს გადაცემაში იქნება წარმოდგენილი, მხოლოდ და მხოლოდ აქ იყიდება და შესაბამისად შეგიძლიათ სრულელმა რა თქმა უნდა შეიძინოთ. თუმცა მანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რა თქმა უნდა, ცოტა დაელოდეთ ჩვენს შეფასებებს. ეს არის ჯეტური T1 Freeman თავისუფალი კაცი, ესეთი სახელწოდებით არის წარმოდგენილი. ამ ავტომობილის პრეზენტაცია როცა ვნახე, ძალიან მაინტერესებდა თუ როგორი ავტომობილი იყო, ძალიან აქებდნენ და შესაბამისად იმპორტზე ყველაზე დიდი გაყიდვებით იქნება წარმოდგენილი და სწორედაც მე ვფიქრობ, რომ ამ ავტომობილს ძალიან ბევრი მოყვარული ეყოლება, იმიტომ რომ ფასი და ხარისხი ერთობლივობა ამ ავტომობილში წარმოდგენილი. ახლა მე მინდა გაჩვენო თქვენ, თუნდაც უმნიშვნელო გრაფიკული მონაცემები, როდესაც ჩვენ ვცვლით ავტომობილის რეჟიმებს. ესეც სიახლეა, მე არც ერთ ავტომობილში ეს არ მინახავს და მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა ნახოს. ეს არის, რა თქმა უნდა, ავტომობილის რეჟიმები, რომელიც განაპირობებს იმას თუ როგორ შეგვიძლია რეჟიმები ვცვალოთ. რეჟიმების შეცვლის დროს ჩვენ შეგვიძლია ახლა მონიტორზე გამოდის ის კონკრეტული რეჟიმი, რომელ რეჟიმსაც ვირჩევთ. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ყველაზე მინიმალური რეჟიმით. ეს არის ეკონომი, როდესაც გვაჩვენებს თუ ეკონომიური სიარულის დროს როგორ გადაადგილდება ავტომობილი, მერე შემდგომში უკვე გვაჩვენებს ნორმალი, შემდგომში გვაჩვენებს უკვე სპორტი და რა თქმა უნდა შემდგომში ვხედავთ უკვე თოვლიანი გზები და თოვლიანი გზების მერე მოდის რა თქმა უნდა უკვე სველი გზა, ტალახიანი გზა, რომელიც ერთ-ერთი საშიშროება იმისთვის რომ გადავადგილდებოდეთ. ეხლა ვფიქრობ სათვალე სად უნდა წაიღოს ადამიანმა რომ შეინახოს ეს ხო არ არის სათვალის ჩასადები. კი, ნახე რა ჯიგრები არიან. მოიცა მე მგონი კარგად ვერ ჩავდე. კი, ჩემი სათვალისთვის არის ზუსტად ზომა გამოყოფილი. რაც მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი ამ ავტომობილის აღმოჩენა 80 სანტიმეტრზე შეუძლია წყალში იაროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადგილას შეუძლია ამ ავტომობილის გადაადგილება. ნუ არ ვიცი ახლა, სრული კომპლექტაცია აქვს ამ ავტომობილის იმისთვის, რომ ნებისმიერ გაუვალ ადგილას ამ ავტომობილით არ შეგეშინდება არცაც სიარული. საქართველოსთვის ეს ავტომობილი არის შექმნილი. აქამდე ჯეტურები რაც იქნებოდა, ევროპულ სტანდარტებს ეს ავტომობილები ვერ აკმაყოფილებდა. ჯეტური T1-დან დაიწყეს ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება და ამ ინფორმაციას რა თქმა უნდა გაეცნობით ჯეტურის ოფიციალურ გვერდზეც შეგიძლიათ შესაბამისად და რაც მინდა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვა, რომ ეს ავტომობილი თავიდან ბოლომდე შექმნილია ევროპული სტანდარტებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რა თქმა უნდა ყველას გაინტერესებთ უკან რა ხდება, ხო? და მოდი ოპერატორს თქო დავათვალიეროთ. ძალიან კარგი დისტანცია გვაქვს წინა სავარძელთან, რაც ნიშნავს იმას, რომ კომფორტულად შეგიძლიათ შოუ გზებზე გზავნოთ. ახლა აქ მაგალითად, რა ვიცი, ჩემი აზრით 4-5 კარგი მოზრდილი ჩანთა სამგზავრო იდეალურად. მოთავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შოუ გზებზეც იდეალურია ოჯახთან ერთად გაემგზავროთ, იგზავროთ, ისიამოვნოთ. პიკნიკი იქნება თუ უბრალოდ ტურისტული გასეირნება. ესე რომ ეს ავტომობილი ამაშიც ძალიან მაგარია. ძრავის ხმა ალბათ დაბალ ხმაზე გესმით, არ არის შემაწუხებელი. ნუ კონდიციონერი გვაქვს ხა ჩართული, რა თქმა უნდა, ძალიან ცხელა და შესაბამისად კონდიციონერის ხმა ოდნავ ხმამაღალია. თუმცა ესეც არ არის ისეთი ხმამაღალი, როგორც გერმანულ ავტომობილებშია ხოლმე, ცოტა ეთი ასიმეტრით უნდა დადგეთ დაახლოებით, რომ ადამიანს დაელაპარაკო, ან ძრავი უნდა გამორთო. აქ შედარებით ცოტა დაბალ დიაპაზონზეა მისი ძრავი ჩართული. მოდი ავხადოთ და ვნახოთ ჯეტური T1-ის ძრავი. 2 და 0. ნუ აი ხა რა შეიძლება მინუსებზე რო გადავიდეთ, ეგ არის რომ ეხა მაგალითად ძალიან დიდი სიცარიელია, აქ შეიძლებოდა როგორც გერმანულ ავტომობილებშია და სხვა ავტომობილებში კიდევ წარმოდგენილი ხუფი, რომელიც ფარავს ძალიანად ძრავს. ნუ ეს არ არის ახლა გაკეთებული. ალბათ აქ ცოტა ეკონომია რამდენი დაზოგეს, მაგრამ მაინც დაზოგეს. ეს ავტომატურად, როდესაც ეს ავტომობილი დაუშვათ აპარკინგებს, ავტომატურად აჩერებს, ავტომატურად ხედავს ყველაფერს და იცავს იმას, რომ ადამიანი იყოს ყველანაირად დაცული, ამ ავტომობილს ყველანაირი სენსორი აქვს. დაგვრჩა ის, რომ დრაივზე შევამოწმოთ ეს ავტომობილი, როგორ დადის
როგორია ქალაქში, რამდენად პრაქტიკულია. ბევრი ადამიანი ამბობს იმას, რომ მაგალითად ჩინური ავტომობილები ჯერ არ არის ექსპლუატაციის მქონე, ჩინურ ავტომობილებში ჯერ კიდევ არ ვიცით რა იქნება, რა ბომბიდევს, გაგვიჩერდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი мотиваცია ვიმყოფებოდით ჩინეთში. ჩვენ ეს ავტომობილები ვნახეთ. როგორ გადაადგილდებიან ადამიანები, როგორ მგზავრობენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენ მათთან მქონდა სხვათა შორის კომუნიკაცია, ბევრი ვისაუბრეთ და წლების განმავლობაში ჩინელები თავიანთი საკუთარი შექმნილი ავტომობილებით ცხოვრობენ, არსებობენ და არიან ბედნიერი. კომფორტი, რომელსაც ჯეტური გვთავაზობს, თუნდაც პანორამულ ჭერს, ორმაგ მინას, ეს ყველაფერი ასოცირდება ერთ ძალიან მაგარ კომპანიასთან, რომელიც გახლავთ მეტი პლუს ჯგუფი, რომელიც წარმოადგენილია ქართულ ბაზარზე თავისი ინოვაციური ხარისხით, ალუმინი, პერგოლა და კარფანჯრები, ესე რომ აირჩიეთ ყოველთვის მეტი პლუს ჯგუფი. რა თქმა უნდა, ხამ ავტომობილში ყველაფერია ვამბობ და რა თქმა უნდა wireless დამტენიც წარმოდგენილია, სადაც შეგიძლიათ თქვენი ტელეფონები დატენოთ. ესე რომ ყველაფერია, მართლაც ყველაფერია, ახლა მივდივართ drive-ზე, გვინდა შევამოწმოთ ავტომობილის ის სიარული თუ როგორ გადაადგილდება, რამდენად კომფორტულია, როგორი მანევრია აქვს ქალაქში, რა თქმა უნდა და შესაბამისად მცირე ინფორმაციასაც აქაც გამცნობთ. მე ძალიან უკვე მომწონს, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ნახეთ ამ ავტომობილში, ბევრი ისეთი არაფერი, თუმცა ყველაზე მეტად ის მოგწონს, რომ არაფერი არ აკლია ამ ავტომობილს. ყველაფერი აქვს, რაც უნდა ჰქონდეს დღევანდელ დღეს მაღალი კლასის ავტომობილებს. ყველა ფუნქციით არის ეს ავტომობილი დატვირთული. ძალიან პრაქტიკული ავტომობილია, ტელეფონით შეგიძლიათ ნეტი გამოიყენოთ, ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეთ, ესეც ერთ-ერთი კარგი ფუნქციაა, საქართველოში მუშაობს და ის არის რომ iPhone-თან მეგობრობს. სხვათა შორის, როდესაც ამ ავტომობილს პირველად ჩვენ წერდით ჩინეთში, ვამბობდი რომ ამ ავტომობილს აბდვილად აქვს, ის შეგრძნება რომ არის ჯიპი და აი საქართველოშიც რომ ჩამოვიდა ჯეტური T1 Freeman-ი, თავისუფალი კაცი, მართლაც თავისუფალი კაცია, რომელიც ძალიან კარგად გადაადგილდება ქართულ გზებზე და ძალიან მომწონს მისი ეს მანევრიც და აქამდე ყოველთვის უკავშირდებოდა ხოლმე ჩინური ტელეფონები, ეს ხო Huawei, რომელიც იყო ყველაზე აქტუალური ტელეფონი, თუმცა მაგის დეფიციტია დღეს საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანს რა თქმა უნდა უჭირს Huawei შეძენა და ჩინეთიდან იწერენ ხოლმე ტელეფონებს იმის გამო, რომ საკუთარ ავტომობილებს დაუკავშირდნენ. ჯეტური T1-ში ეგ პრობლემა თქვენ არ გიქნებათ, ფაქტია, აგერ iPhone-ით უკავშირდები და ყველა ის ფუნქცია უკვე მონიტორზეა ასახული. მოკლედ მეგობრებო, ჯეტურის ღვინო გადმოგწეს საჩუქრა ძალიან საინტერესოა ჯეტურის ღვინო ზოგადად, რაც პირველად უნდა დავაგემონოთ კი არა, გავსინჯოთ და შესაბამისად დავლოცოთ ის ადამიანები, ვინც შექმნა ჯეტური, ვინც შექმნა ეს ღვინო და რა თქმა უნდა ის ადამიანები, ვინც იქნებიან ამ ჯეტურის მობელები. მოკლედ გადაცემის ბოლოს შეგვიძლია ვისაუბროთ ჯეტური T1-ზე და დავასრულოთ ეს გადაცემა. რა თქმა უნდა, ლიმიტირებული ქონდა კილომეტრაჟი, იმიტომ რომ ახალი ავტომობილია, არ მოგვიწია ბევრი სიარული, თუმცა რაც გავიარეთ ამ ავტომობილით, ძალიან აღფრთოვანებულები ვართ, ძალიან მოგვეწონა მისი ყველა ის მანევრი, რომელიც ამ ავტომობილს გააჩნია და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველას გაინტერესებდათ ამ ავტომობილის ფასი. ეს ავტომობილი დღესდღეობით საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ 3 ავტომობილი იყიდება და მათი ფასი იქნება $28,000. ეს არის საოცარი ფასი მხოლოდ და მხოლოდ ამ ეტაპზეა და შესაბამისად ვის უნდა მიმართოთ, ტელეფონის ნომერი იქნება ამ გადაცემაში მითითებული, სადაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, შეამოწმოთ, ნახოთ და აირჩიოთ საუკეთესო T1. ესე რომ მეტი мотиваცია სრულდება, გამოიწერეთ ჩვენი არხი, იყავით ჩვენი თანამგზავრი და რა თქმა უნდა, მეტი мотиваცია, მეტი სიახლეები დაგიბრუნდებათ.